მე-15 საუკუნის 50-60-იანი წლები ერთიანი საქართველოს სამეფოს დღეები დათვლილია. სამცხის ათაბაგი, ყვარყვარე მეორე ჯაყელი ჯობნის ყველა იმედროვე ფეოდალს, რომელთაც ქვეყნის სიმტკიცესა და ერთიანობას პირადი კეთილდღეობა ურჩევნიათ. ათაბაგი ყვარყვარე განუდგება ბაგრატიონ მონარქს გიორგი მერვეს და იწყებს მესხეთის ჩამოშორებას დედა სამშობლოსაგან. ამ დამღუპველის საქმის კიდევ უფრო გასამწვავებლად ჯაყელი ცდილობს მცხეთის საკათალიკოსოსაგან ჩამოაშოროს მესხეთის ეკლესია და სწორედ ამ განზრახვით იგი თავად კათალიკოსისაგან დამოუკიდებლად ახდენს სამცხის ეპისკოპოსის დანიშვნას. ახალციხიდან 12 კილომეტრის მოშორებით, ზუსტად იმ ადგილზე, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, მაღალი მთის ფერდზე, ტყიანი საფარველით შემოსილ საფარა სამონასტრო კომპლექსში საგანგებოდ მცხეთიდან ჩამოდის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი დავით მეოთხე. როგორც საისტორიო წყაროები მოგვითხრობენ, საფარაში მოსული კათალიკოსი ხვდება სამცხის დიდებულებსა და სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს, რომელთა რაოდენობაც იმდენად დიდია, რომ მემატიანის თანახმად ეს შეკრება იმართება არა საფარის მთავარ სამლოცველო ტაძარში, არამედ საფარისა თავზედა, რაც გულისხმობს მონასტრის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ დავითის მიერ სიტყვით გამოსვლას. მის ჟამისა შედეგად ოდესმა წყვერელი და სამცხის ეპისკოპოსნი უჯვარო და შეუნდობელნი იყუნეს საფარისა თავზედა. ერთიანი საქართველოს კათოლიკოსმა უჯვაროდ გამოაცხადა, ანუ მსახურება შეუჩერა როგორც მაწყვერელის, ანუ აწყურის ეპისკოპოსის კანდიდატურაზე წარდგენილ პირს, ასევე სხვადასხვა პოზიციებზე ყვარყვარის მიერ არჩეულ სასულიერო მოღვაწეებს, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა ათაბაგის მზაკრული ჩანაფიქრის, მესხეთის ეკლესიის ცალკე დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბების მცდელობის აღკვეთას. დავით მეოთხე კათალიკოს პატრიარქის მტკიცე ნაბიჯმა და მესხეთში მაცხოვრებელ ჭეშმარიტ აზრზე მდგომმა, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირთა ერთობამ, იძულებული გახადა ყვარყვარე მეორე ჯაყელი შეგუებოდა იმ აზრს, რომ იგი უძლური იყო საეკლესიო ერთიანობის რღვევის საქმეში. მაგრამ ამ ამბიდან რამოდენიმე წლის შემდეგ მან შეძლო ის, რაც მანამდე ვერცერთმა სხვა ფეოდალმა ვერ განახორციელა. ხელთ იგდო ცენტრალიზებული მონარქიული საქართველოს უკანასკნელი მმართველი გიორგი მერვე და შეიძლება ითქვას, რომ მანამდე ჰყავდა ტყვეობაში, სანამ ერთიანი საქართველო არ დანაწილდა სამეფო სამთავროებად. ამ უკანასკნელმა კი როგორც მოვლენამ სათავე დაუდო მთელ რიგ უბედურებებს, რომელიც მართალია საქართველოს არც ერთ სხვა კუთხეს არ დაჰკლებია, მაგრამ მესხეთმა ეს განსაკუთრებული სიმძიმით გადაიტანა.